პოდკასტ პოინტი წარმოგიდგენთ. მოდიან გოგოები და რაღაცის სჯერათ. და ერთ ვარჯიშზე მოვიყავი და მეორეზე ვაიმე რაღაცა გამებერა ფეხი. ისიამოვნო ამ ვარჯიში. დაიღალო, მაგრამ მაგარი ნასიამოვნები გამოხვიდე. წადი ივარჯიშე, უნდა ივარჯიშო, ეს კარგია და არა მისი აზრი, მისი მზაობა. საკუთარი გადაწყვეტილება არ იყო. ძალიან ბევრი ქალბატონი ჯანმრთელობას ავნებს არასწორი და მცდარი ინფორმაციით. 77 საათი არ ჭამდი საჭმელს საერთოდ და სამჯერ დღეში ვარჯიშობდი. როგორ გადარჩი მე? მეგობრებო არ სადოთ საშიშია. მერე რო დამთავრდება ეს სტრესი და რო გადავრჩით და უკვე შედეგს რო ხედავ, მერე მოდის мотиваცია. თუ გინდა წონაში კნება, რო ივარჯიშებ 2 საათი არ ჭამო, 4 საათი არ ჭამო. გემრიელად ჭამა არ ეწინააღმდეგება ჯანსაღკვებას. პროტეინი, კრეატინი, ვიტამინები. დანამატებს შორის ყველაზე გამოკლებული არის პროტეინი და კრეატინი. სად უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი? ერთ-ერთი მარადიული კითხვაა, მე მგონი კარდიო თუ ძალისმიერი. რა როლი უკავია мотиваციას და რა როლი უკავია დისციპლინას. ცალსახად რაღაცა იმ სექტანტივით გამოვდეს, რომ ძალისმიერი ვარჯიში პანაცეა, ყველაფრისთვის კარგია. კიდე რას ამიგზავნო, რასაც მე თქვი არაკოტე. ამას შენ არიზამ, ან აზრი არა აქვს. არ ვარ მომხრე ანტიცელულიტური მასაჟების. ძირითადად რაღაცას ცემენ გოგოებს, ისინი მოდიან მე რეკემატომებით. დაიხარჯა შეივსე წყალიმთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალიმთის. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებელო, პოდკასტი კვლავ თქვენთან ერთად არის და შესანიშნავი გარემოდან პოდკასტ პოინტიდან ვიწერებით როგორც ყოველთვის ძალიან კარგი ადამიანები გვეხმარებიან იმისთვის რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს თქვენთვის კარგად საყურებელი, რაც თავარია მოიწონეთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ გვჭირდება თქვენი მოწონებები და გამოგყევით დღეს ყავს სტუმრად ადამიანი, ვისთან ერთადაც ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა თან ჯანმრთელობაც მოიპოვო და მიხედო ჯანმრთელობას და თან მაგარ ფორმაში იყო. ჩემი სტუმარია თაია არაბული, ადამიანი, რომელმაც დაიწყო თავისი შრომით მიაღწია ძალიან ბევრ რამეს. დაიწყო როგორც ფიტნეს ინსტრუქტორმა, დღეს უკვე 2 მარცმეტიას ნაკლები 2 ფიტნეს ცენტრი აქვს თბილისის ცენტრალურ ბუნებაში თან. თაია გვესტუმრა და ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი პოდკასტის სტუმარი ხარ დღეს. ჩვენ ვსაუბრობთ ხშირად სხვადასხვა გზებზე როგორ მივხედოთ ჩვენ თავს. ეს თავის მოვლის საშუალებებიდან დაწყებული, ჯანმრთელობით დამთავრებული რაც თავარია, ხო? ფიტნესი, ანუ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობის საშუალება. გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენ ფიზიკურ მდგომარეობაზე, ხო? როგორ მოხვედი შენ აქ? აი, საიდან მოხდი საერთოდ ამ მიმართულებებში და აქამდე როგორ მოვიდა შენი გზა? მოკლედ გითხარი, იმიტომ რომ ჩემთვის საინტერესოა, არ ვიცი მე ეს ყველაფერი. კი ბატონო, მე ფიტნესში მოვედი არა როგორც უმეტესობა სპორტიდან ან რაღაცა სპორტული წარსულიდან, როგორც წესი ყველას აქვს ბაზა ბავშვობაში რაღაც კონკრეტული მიმართულების სპორტის. მე პირიქით ბავშვობაში ვიყავი ყოველთვის მოუქნელი მსუქანი ბავშვი, რომელიც მთელი ცხოვრება ებრძოდა საკუთარ წონას. აი, ნახდათ არ გეტყობა გამოვიდა. რომელიც ებრძოდა საკუთარ წონას და ნუ აი ადრე თუ გვიან კი და რამდენი 20 წლის ვიყავი, თუ 19 რომ ამომივიდა ყელში ეს დიეტები, რაღაც უაზრო დატვირთვები, რომელთაც ჯანმრთელობას პირიქით ვავნებდი და გაუგებარი ინფორმაცია იდო მაშინ სოციმედიაში, გადავწყვიტე რომ მე სწავლა პირველ რიგში საკუთარ თავისთვის რომ გარკვეულიყავი სიღრმისეულად რა როგორ მუშაობს და როგორ ხდება და შემდეგ უკვე რომ ვისწავლე, მივხვდი რომ ეს ცოდნა, რაც მე მივიღე, რეალურად საერთოდ არ არის სოციმედიაში, ანუ არ არის მასებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია და ძალიან ბევრი ქალბატონი ჯანმრთელობას ავნებს არასწორი და მცდარი ინფორმაციით. შემავსად გადავწყვიტე, რომ რადგან ეს ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი, მე გავხდი იმ სერიოზულ რაღაც სამეცნიერო ინფორმაციას, რა ფიზიოლოგიას რაც შეეხება, ბიომექანიკას რაც შეეხება, კი, რა თქმა უნდა. ამას მივაწვდი უფრო მარტივიანით მივაწვდი ქალბატონებს როგორც შემიძლია შესაბამისად სოციმედიის დახმარებით. და მანდედან დაიწყო უკვე ჩემი გზა, მე დავიწყე მუშაობა უშუალოდ დარბაზში, შემდეგ პანდემია, მე გადავწყვიტე საკუთარი დარბაზის გახსნა, ოღონდ დეტალებში რო არ ჩავეძიოთ, ნელ-ნელა ეტაპობრივად ჩათვალე რაღაც ერთი განტელით და ერთი ცალი პარალონით გავხსენი დარბაზი. რა დრო დაგჭირდა დღევანდლამდე აი პირველი 5 წელი გავიდა ზუსტად ახლა ხან საუბრობთ 5 წლის დაბადების დღე ჩემი დარბაზის. გილოცავ, ძალიან კარგი. თაია, ბევრი
ბევრი ადამიანი, მათ შორის მეც ვთვლით, რომ ეს შრომა, რომელიც ჭირდება მაგალითად დარბაზში ადამიანს თავის მოვლისა და დასახარჯად ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს. ანუ ეს არის დიდი ძალისხმევა, რამდენი დამიწყია, იმდენი 3, 4, 5, როცა ახალგაზრდა ვიყავი, თქვათ, ეხლა 50 წლის ვარ და 25 წლის ასაკში კი სიხარულით მივდიოდი, ვიხარჯებოდი, ვარჯიშობდი, მომწონდა ჩემი სხეულის აღნაგობა, ეს კუნთების განვითარება. ეხლა უკვე იმ ხელა ძალას ვეღარ ვატან და ძალიან მალე ვანებებ თავს. სად გადის ის ზღვარი, შეიძლება ასაკობრივად არის ეს რაღაცა დიფერენციაცია მისი, შეიძლება რაღაცამდენი ვარჯიში უნდა იარო ადამიანმა, რომ მე ისიამოვნო ამ ვარჯიში დაიღალო, მაგრამ მაგარი ნასიამოვნები გამოხვიდე. რას ურჩევ შენ, მაგალითად შენ მომხმარებელს იგივე დარბაზებში, ვინც პირველად მოდის, რომ აი მოდი დავიწყოთ და ერთი თვე გამომყევი, 3 თვე გამომყევი და მე უკვე ამას აღარ შეეშვები. სად გადის ეს ზღვარი? როგორც წესი, ესეთი ზღვარი დაახლოებით არის 6 თვე. ზოგი არის, ვინც პირველივე თვიდან იხიბლება და ძალიან მოწონს და ხვდება, რომ აი აქამდე ძალიან ბევრჯერ მიცდია, მაგრამ აი ახლა გავიგე. შენ კითხვას რო უპასუხე, სხვაგან ვარ წავიდე. ესე იგი, თავიდან მე ვთვლი, რომ პირველ რიგში ალბათ თავისი დრო აქვს ყველა ადამიანს რა, ანუ რაღაც გააზრების. იმიტომ რომ ჯერ ერთი ძალიან ბევრი кейსია, ვინც ჩემთან მოდის და მეუბნება, რომ აი ერთი თვე მივლია იქ, ერთწლიანი აბონემენტი მქონდა დარბაზის და ორჯერ მივედი და არ მივსულა. აუ, რამდენი მაქვს იცი დაყიდი აბონემენტი. და ანუ აი რაღაც ცხოვრების ეტაპზე ცდილობდნენ, შეიძლება ეს იყო მას გვერდით ხო ადამიანების აზრი რომ აი წადი ივარჯიშე უნდა ივარჯიშო ეს კარგია და არა მისი აზრი მისი მზაობა საკუთარი გადაწყვეტილება არ იყო თვითონ რომ მზად რო იქნება პირველ რიგში შინაგანი მზაობაა საჭირო რომ ხანგრძლივი იყოს ეს ვარჯიში მეორე სწორი გარემო და სწორი ადამიანი რომელიც დაგხვდება მენტორი გჭირდება ხო ის ადამიანი, ეგონ მე არ ვიძახი, რომ მე ვარ კონკრეტულად, ხო? სხვადასხვა ადამიანებისთვის სხვადასხვა ადამიანი არის ენერგეტიკულად მისთვის მისაღები. ვიღაცაებთან ვერ შევწყობილო, ვერც მე და ერთ თვეში წასულან, რადგან ანუ თავიდანვე ამჩნევ რა ამას, ხო? და შემდეგ უკვე აი როდის იწყებს სიამოვნების მიღებას, ალბათ როცა ამუღამებ, ასე ვთქვათ, შენ წარმატებას ჯერ ჰორმონალურ პასუხს. აი ვარჯიშის მერე კმაყოფილების შეგრძნება, დოპამინის კაიფი. კი, რო გადარჩი, რადგან ვარჯიში აღიქმება როგორც სტრესი და რეალურად კი სტრესია და არ არის სასიამოვნო პროცესი. ფსიქიკაც აღიქვამს როგორც სტრესი, ორგანიზმი ფიზიოლოგიურადაც სტრეს რეაქციას განვიცდით. შესაბამისად, მერე რო დამთავრდება ეს სტრესი და რო გადავრჩით ხო, ორგანიზმი დღესასწაულით მაგარია, კაია, კარგად ახსენე. მაგით იწყებ მერე კაიფს, რომ აი რამდენჯერ მივსულარ მეც დამიძალებია, როცა მეზარება, ჩემ თავს, რომ აი, კაი, ხო იცი რომ ვარჯიშის მერე რა კარგად იგრძნობ თავს და მიდი, ანუ ახლა კი მეზარება, მაგრამ მერე ძალიან მაგრად ვიქნები. ეგ, მერე ხედავ შედეგს, შემდეგი ეტაპია, უკვე ხედავ რამოდენიმე თვის განმავლობაში რომ ვარჯიშობ, უკვე ამჩნევ შედეგს და აი შედეგს რო ხედავ, მანდ უკვე ჩათვალე რომ კრუჩოქს. აი მაშინ უკვე мотиваცია გეზრდება და კიდევ უფრო მეტი გინდა და ასე შემდეგ და ყველაზე დიდი ეს დემოტივატორი არის გაკრას შედეგის არ დანახვა, რაც მაგაზე მე ვილაპარაკე. კარგი. мотиваცია და დისციპლინა ეს ორი რამ არის, რომელიც მნიშვნელოვანია. რომ შენი აზრით რა როლი უკავია мотиваციას და რა როლი უკავია დისციპლინას? აი ზუსტად მაგაზე ვლაპარაკობდი ახლა. იდეაში мотиваცია მოდის მერე, ჯერ არის დისციპლინა. თავიდან ასევე საკუთარ მაგალითზეც რო ვთქვა, რომ შეიძლება ჩამივარდეს ერთი თვე, ძალიან დიდი ძალისხმევა მჭირდება, რომ მივიდე და დავიწყო და მექანიკურად ვაძალებ ჩემ თავს, რომ უბრალოდ აი არ დაფიქრდე, წადი გააკეთე, ანუ დისციპლინა არის ეს, რომ ადგე, წახვიდე, როგორც რაღაც კბილები გამოიხმენ, როგორც არის. აუცილებელია. ხო, წახვიდე 1 საათი, სულ რო 3 მოძრაობა გააკეთო, სულ რო უბრალოდ გახურდე, გაიწელო და წამოხვიდე, მთავარია მიხვიდე და ეს ჩაჯდეს იმ რუტინაში, შენ რუტინაში რო ჯდება, მე უკვე აღარ ფიქრობ იმაზე, გინდა თუ არ გინდა, უბრალოდ მიდიხარ. თავიდან არის დისციპლინა და შედეგისთვის საჭიროა დისციპლინა. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფრაზა და დარბაზში მაქვს ეგ წარწერა. შედეგისთვის საჭიროა დისციპლინა და უკვე შედეგს რო ხედავ, მერე მოდის мотиваცია.
და თვითმოტივირებადი ხდები რა. საკუთარ თავის აი ეს ზუსტად დისციპლინა და განვითარება შემდგომ გაძლევს უკვე мотиваციას. მე ჩემი თავის მაგალითიდან შემიძლია სხვაზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ დილას სიარული მაქვს. ასე ვთქვათ, აკვიატებული აზრი დიდი ხანია. ყოველ დილას როცა კი ამის საშუალება არის, თუ ქვეყანა არ იქცევა და რაღაცა სასწაული კლიმატური ამბავი არ არის, ყოველ დილას მე გარეთ ვარ და 9 საათიდან საათ 9-მდე მინიმუმ დავდივარ სწრაფი აქტიური სიარულით. და ზუსტად ეგ არის, თავიდან მაგრა გეზარება, ესე ქეჩოში მოკიდებული დგები ხოლმე, 7:30-ზე, 6 საათზე, 5 საათზე ზაფხულში. გავდივარ და ზუსტად 9 საათი სიარულის მერე იწყება ეს სიამოვნების უდიდესი მომორევი, რომელიც აი ყველანაირად, რა ვიცი, რაღაც სასწაული შეგრძნებებია, მერე სახლში დაბრუნებისას ეს მატულობს, მერე გრილი შხაპი და ცივი შხაპი და სადღაც დღის პირველი ნახევარი საოცრად პოზიტიურად მიდის და მეორე ნახევარზეც რა ვთქვათ, ეს ენერგია მოყვება, მაგრამ აქ არის მეხმარებოდა თავიდან დისციპლინა, იმიტომ რომ ვაძალებდი თავს ამის კეთებას, მე გამოვიდა ისე რომ უკვე მიხარია. თუ კი 5 წუთიანი პაუზა არის, 10 წუთიანი და ხანდახან იმასაც ვამბობ, რომ თავი დამიდია, გამიგზელებია ძილი, მიჩუქნია ჩემი თავისთვის ესეც საჩუქარი, მაგრამ მე ეს მაინც მიტყდებოდა რა, ისევ მერჩივნა ყოველთვის ადგე და შევასრულო ის ნორმა. კარგად მივდივართ, მადლობა დიდი. შენი დაკვირვებიდან გამომდინარე, იგივე დასწავლილი გამოცდილებებიდან გამომდინარე, ხო, როგორც აღნიშნე, შენ სწავლობ ამ ყველაფერს. Up to date ხარ მიმდინარე პროცესები სოფლიოში, ხო, რა ახალია, რა თანამედროვეა. კარდიო თუ ძალისფიერი ვარჯიში. სად უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი? ვინ რას უნდა მიმართოს? წონაში კლებაზე ორიენტირებულმა კარდიოს თუ ძალოსნურს დატვირთვებს, თუ მათი კომბინაცია იძლევა ყოველთვის უფრო კარგ შედეგს. ესეთ ერთ-ერთი მარადიული კითხვაა, მე მგონი კარდიო თუ ძალისმიერი, რომელიც სუისმის და ალბათ ყველაზე კარგი არის კომბინაცია. თუმცა თუ ასარჩევად გვაქვს საქმე ანის ცალსახად ძალისმიერი დატვირთვა. იმიტომ რომ ძალისმიერი დატვირთვა შეიძლება იყოს ასაკს და მიუხედავად, ასაკს და მიუხედავად პირიქით ასაკში მით უმეტეს უფრო მნიშვნელოვანია ძალისმიერი დატვირთვა. ძალისმიერი ვარჯიში შეიძლება იყოს როგორც აერობული, ანუ პულსის ზონა, ასევე ანაერობული. ანუ ჩვენ შეგვიძლია რომ ძალისმიერი ვარჯიში ვაკეთოთ, მაგრამ თან კარდიოც ვავარჯიშოთ ამ დროს. სწორად გამოვიყენოთ დატვირთვები. კი ბატონო. და კარდიო მარტო კარდიოა რა, მხოლოდ ერთ ბენეფიტს გაძლევს შენ კარდიოვასკულარული სისტემას აუნჯობესებს და ზოგადად კარგია კი. იქ რაღაც ფილტვების ექსკურსია იზრდება, კი. ყველა ბევრი ეხლა დილაობით მე როგორც დავდიოდი სადაც დარბაზებში, პირველი რაღაც 15 წუთი ყოველთვის ვსვამდნენ ველოტრენაჟორზე ან სადაც თქვა ორგანიზმი სისტემა რო ცოტა გამოფხიზლდეს და ხო შევიდეს ამ მუშაობის პროცესში. 60 წლის ასაკში რომელს ადამიანს რომელს საერთოდ არ ვარჯიშია, 60 წლის ასაკშიც კი აქვს აზრი რომ დაიწყოს ძალისმიერი ვარჯიში და დადებითად მოქმედებს როგორც ძლოვან სისტემაზე, ასევე კუნთოვან სისტემაზე და რაც უფრო მეტი კუნთი გვაქვს, მით უფრო სიცოცხლის ხანგრძლივობაც უფრო როგორც წესი, ანუ ასევე კვლევებიდან გამომდინარე, უფრო იგივე არის ნათქვამი ზუსტად ქვედაკიდურების სიძლიერეზე. კი, ზუსტად. ქვედაკიდურების მდგრადობა და სიმძლავრე განაპირობებს ადამიანის ხანგრძლივ სიცოცხლეს. ეს სავარაუდოდ იმაზეა დამოკიდებული, რომ აი ასაკში წაქცევები არის ძალიან ხშირი, წაქცევები, მოტეხილობები და მერე უკვე მოდის გართულება. როცა ძლიერი ფეხის კუნთი გაქვს, უფრო სტაბილიზაციაც გაქვს შესაბამისად სწორი, შენ შეგიძლია შენი სხეულის კონტროლი და დაჭერა და ფეხის კუნთები მეჯბარზაკის სისტემა აქტიურია. შესაბამისად უფრო ნაკლები ალბათობა აი მსგავსი რაღაცა უსიამოვნო შემთხვევების. აქვე მაყურებელსაც ვეტყვი და შენ სავარაუდოდ იცი, მაგრამ გეტყვი რომ როცა ასაკობრივი აი მოტეხილობები ხშირად არის, აი ბარძაყის თავის მოტეხილობა, ხო? ან ბარძაყის ზღვის მოტეხილობა. აუცილებელია გაკეთდეს ძვლოვანი სტრუქტურის შესწავლა, კალციუმის დეფიციტის აღმოჩენა, ოსტეოპოროზისგან თავის დაცვა, იმიტომ რომ ნახე ბევრს გონია რომ დაცემის შედეგად ტყდება ძვალი. სინამდვილეში სიარულისას ტყდება ძვალი, ჩვეულებრივი აქტივობისას და მერე ეცემა ადამიანი. ამიტომ ის რაც თქვენ ბრძანეთ, რა თქმა უნდა, მოყვებით, ძლიერ სხეული მნიშვნელოვანია, მაგრამ თან ყოველთვის კონტროლია საჭირო. ძალისმიერი დატვირთვა ოსტეოპოროსაც დადებით. იმიტომ სისხლის მომოქცევა სადაც ძლიერდება, ჟანგბადი მეტი მიდის, ძვალი ასევე უკეთესია, ქსოვილია, რომელიც რეაგირებს დატვირთვაზე. კარგია, მადლობა. წავედით წინ.
შენ როგორც ვიცით და მაყურებელმაც იცით, ცნობილი ხარ როგორც ქალთა მწვრთნელი, ხო? ანუ დარბაზები ორიენტირებულია უფრო მდედრობითი სქესის მიმართულებით, ეს გარკვეული კომფორტია და ბევრ ადამიანს ამ სივრცეში ურჩევნია ვარჯიში, ხო? კარგი, ძირითადი მომართვიანობა, იგივე შენი თაობის, ან თქვათ უფრო ხნოვანი თაობის, რა არის? წონაში კლება, სხეულზე ზრუნვა, თუ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რაშიც უფრო ეჭვმეპარება, სხეული და ფორმები თუ წონა? ჯანმრთელობა რა თქმა ან რაღაცა კონკრეტული ნაწილების გამოყვანა, დუნდულო მაგალითად ბარწაკი. ნუ არა, ეხლა ეგ უკვე ძირითადად ყველა მიხვდა და გაიგო, რომ კონკრეტულად რაღაცა იზოლირებულად სხეულის რაღაცაზე მუშაობა შეუძლებელია. ან დათხელება, ან დაგრძელება, ან რაღაც ეგეთები, ნუ ეგ უკვე როგორც წესი, ჩემ აუდიტორიით ჩემამდე მოდის, მაგდონის გააზრება აქვს. და შესაბამისად მოდიან ან სხეულის კორექციით, ანუ აი გამკრივება და წონის დაკლება, რაც თითქმის ყველა ქალს უნდა და ნუ ჯანმრთელობის საკითხი ალბათ უფრო ნაკლებია. ვიტყოდი 80-ზე ან 70-30% რა ადამიანების. მოდიან ბევრი, ვისაც თიაქარი აქვს, ვისაც გამრუდება აქვს, აწუხებს წელის ტკივილი, ბეჭების ტკივილი, მენისკი, სხვადასხვა ექიმთან ხშირად თქვათ შენ როცა მოგმართავს ადამიანი რომ ეს მაქვს და აბა დავიწყოთ ვარჯიში სიტყვაზე. ეს თუ მაქვს, ანუ უნდა იყოს დიაგნოსტირებული, უნდა ვიცოდე რომ ეხლა ანთებითი პროცესი არ მიდის, ან უკვე ჩავხა და შესაბამისად ჩვენ მუშაობთ ისე რომ ამ ტკივილს ავარიდოთ თავი, ისე დავტვირთოთ რომ პირობითად თუ მენისკი აქვს ადამიანს მუხლი არ დავტვირთოთ აქტიურად, დავტვირთოთ ან სტატიკურად, ან პროსტა რომ გავამაგროთ, მაგრამ ხტუნაობა და სირბილი შესაბამისად გამორიცხული და ნუ აი ტკივილის გარშემო მუშაობთ რა. რამდენი მწვრთნელი ყავს ამ დარბაზებში, ჯამში, თქვათ, შენი კომპანიები? ჩემ გარდა კიდე 3 ადამიანია. და უკავდებით ამ ხელა დატვირთვებს, ხო? ნუ დარბაზი ხო, მესმის რა, ხა ეს არ არის 400 კაციანი, მაგრამ ნუ გასაკებია. კარგი, მოვედი შენთან სავარჯიშო. დაუშვათ მამაკაცების მიღებას დაიწყე, ხო? გამოცდილება პროექტებში იდენტურად შეიძლება გამოიყენო, ხო? მაგრამ ვერ ველევი ამ გემრიელ ჭამას. რამეს ამიგზალავ, თუ დატვირთვებს გამიზრდი იმისათვის რომ მე ჩემი ღიპი რომელიც ძალიან მიყვარს და თან არ მევასება მაგრამ დავაგდო ხო და თან მინდა რომ კუნთოვანი მასაც გავზადო და თან მინდა გემრიელად ვახშამზე წავიდე საღამოს აი რას ამოიღებ იმას კატეგორიულად მეც და ვთქვათ შენ სხვა სპორტით დაკავებულ ადამიანებს რას აუგზალავ თუ კი ასეთი პირდაპირ ვიცი რომ ვერ შევძლებ გეუბნები რომ მე შევძლებ ვარჯის დატვირთვებს გავაკეთებ წამოყვები სპორტულ აქტივობაში მაგრამ კვებაზე მაპატიე, მაგრამ ნუ კაი, ტყბილს არ ვღებულობ, თეთრ ფქვილს და ცომს არ ვღებულობ, აი კიდე რას ამიგზალავ, რაზეც მე არაკოტე. ამას შენ არიზამ, ან აზრი არა აქვს. პირველ რიგში დაგელაპარაკები და აგიხსნი, რომ გემრიელად ჭამა არ ეწინააღმდეგება ჯანსაღკვებას. ძალიან ბევრი კვების ობიექტი არის ახლა, რომელიც გვთავაზობს ჯანსაღკვებას თან ამავდროულად გემრიელს, მაგრამ თან ისიც უნდა გაიაზრო შენც და მაყურებელმაც, რომ ჯანსაღი კვება არ არის აი მარტო ეს ბოულები და სენდვიჩები. ქართულ რესტორანში რომ მიდიხარ და ქათმის მწვადი ან კიტრი პამიდრის სალათი თუნდაც რომ მირთვა რატო ხო არა მოსწვადის კარგია, გრილზე შემწვარი პროდუქტი კარგია. გენიალურია. თავარია რომ არ იყოს არ ტივტივებდეს ზეთში, ნუ ეს ფრი და ესეთი რაღაც ძალიან ბევრ ზეთში გადამუშავებულ ზეთში შემწვარი პროდუქტი. ზეხვეულობა არ არის ობიექტურად და კარგი, ანუ ზოგადად ზეხვეულობა ჯანმრთელობისთვის რაღაც სიგარეტი მოგიწევია რა. სად მივედით შენ მე მიგზალავ ზეხვეულობას. მოყვები კი ბატონო. არა, იმიტომ რომ შენ წონა დაიკლო, არა, იმიტომ რომ ხო, მაგრამ გეუბნები რომ ხო, არა, ხო, მავნეა. ზეხვეულობას გიგზალავ ზეთში გამომწვა შემწვარი. დიდი რაოდენობით ტკბილ საც კი ახლა თუ ყოველდღე ნახევარ პასკას ჭამ პურზე არ არის პრობლემა ასევე გააჩნია რაოდენობას და ხარისხს ვიზითაც არის გაკეთებული პური თუნდაც და ხარისხით შეგვიძლია რომ გავწიოთ გვერდზე ხო მთავარია რაოდენობა რამდენს მიიღებ მე შენ აგიხსნი რომ შენ შეგიძლია თუ გინდა რომ შენ ჭამო ის რაღაც რაც ძალიან გიყვარს მოდი პროსტა ეს ვჭამოთ და მაშინ სხვა რაღაცეები დავუთმოთ და სნეკები ამოვიღოთ მაგალითად ტრაფიკონის ობიექტები მოვაშოროთ კარგი, ყველაზე ხშირი და ისეთი მყარად გამჯდარი მითი, რითაც შენთან გიწევს ყოველდღე ბრძოლა რა, მოდიან გოგოები და რაღაცის სჯერათ. აი ყველაზე უფრო ხშირად ისი სჯერათ, რაც სინამდვილეში არ შეესაბამება რეალობას. სწრაფი ფორმები
ეს მიშველის დავიკუნთები ალბათ პირველი. კარგი. იმიტომ რაღაცა ერთ ვარჯიშზე მოვიყავი და მეორეზე ვაიმე რაღაცა გამებერა ფეხი. ხო, მამაკაცური აღნაგობისკენ ხო არ გადაიხრება ხო. კუნთოვანი ანატომია? ეგ და შო ძირითადი და მთავარი ალბათ ეგ რო ხო? ანუ მასკულინიზაცია ხო არ ხო. დამიმართება სხეულის, იმიტომ რომ დავტვირთავ გარკვეულ კუნთების ჯგუფს. კი, ბატონო. სინამდვილეში ეს ასე არ ხდება და ვერც ხდება, ხო? თუ რაღაცა არანორმალურად ზედმეტად თუ არ და მოინდომა. თუ არ დავიმატეთ მამაკაცის ჰორმონები ხელოვნურად თუ არ მესმის, თუ არ მოვინდომეთ ეს პროცესები. კაცი ხალი, ვარჯიშები, პროგრამები მკვეთრად და რადიკალურად განსხვავდება მიზნების მისაღწევად? არა. პრინციპები მაინც ერთი და იგივე ანატომია რჩება? ერთი და იგივე გვაქვს. ფიზიოლოგია ერთი და იგივე გვაქვს და ვარჯიში ეს მამაკაცების ვარჯიში და ქალების ვარჯიში არ არსებობს. არსებობს ეფექტური ან არაეფექტური და სამიზნო, ანუ ვის რა მიზანი აქვს. მაგრამ პრინციპები ყველგან იდენტურია. პრინციპები ყველგან ერთი და იგივე. ანუ კაც უბრალოდ როგორც წესი ეს სტატისტიკურად მამაკაცს უფრო აინტერესებს ზედატანის განვითარება, მკერდი, ზურგი, ხელი, მხრები და ასე შემდეგ. ფეხები ნაკლებად, ხო, რაც გვეზარება არასწორია, ხოლმე, იმიტომ რომ ყველაზე დიდი და ფუნქციური კუნთი არის საჯდომი კუნთი და ყველაზე დიდ სახსარს ემსახურება, მაგრამ ნუ ეგ გავწიოთ. ნუ ქალების შემთხვევაში რა თქმა უნდა, უნდათ უფრო ლამაზი ქვედატანი, წვრილი წელი და ხო, ეგ განსხვავება ქალებსა და კაცებს შორის, მაგრამ დატვირთვები იდენტური. დილას ჯობს ამ ტიპის ვარჯიშები, რასაც ფიტნეს დარბაზებში ვარჯიში ჰქვია, თუ საღამოს? მოდი ჯერ ამაზე ვიპასუხე. რომელი პერიოდი ავარჩიო, თუ კი ფუფუნება მაქვს, რომ არჩევანი გავაკეთო? კი ბატონო. აქ არსებობს ერთი ოფიციალური პასუხი, ჩვენ გვაქვს ტესტოსტერონის სხვადასხვა პიკები, ეს არის დილის 9 საათი და შემდეგ ყოველ 5 საათში ერთხელ. ანუ 9, მე მგონი 2 საათი გამოდის და 7. შემდეგ ტესტოსტერონი იწევს ქვემოთ, უკვე ანუ ორგანიზმი მშვიდ მდგომარეობაში გადადის და უჭირს. როგორც წესი, ესე მუშაობს ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი და უკეთესია რომ დავამტყუოთ ტესტოსტერონის პიკებს, ანუ დილის 9 საათი, 2 ან 7. მაგრამ დღესდღეობით ჩვენი ცხოვრების წესი შეიცვალა და შესაბამისად ადამიანმა უნდა აერჩიოს ისეთი დრო, რომელიც მისთვის ანუ უნდა დატესტოს თავის თავზე და მიხვდეს. მაგალითად, მე დილის 9-ზე რო ვივარჯიშო, დარჩენილი დღე უფუნქციო ვარ. მიაქ ენერგია ესე მაგას. ანუ მე დაღლილი გამოვდივარ ვარჯიშიდან, ენერგიული ვერ ვარ. ამიტომ მე მერჩევია რომ დღის მეორე ნახევარში ვივარჯიშო, რომ მე ან წავიდე დავიძინო, ან აი რაღაცა ესეთი მცირე მუშაობი ხო დამრჩეს. ვიღაცა საღამოს რო ივარჯიშებს 7-ზე შეიძლება ან და 9-ზე ზოგი სამსახურის მერე მაგ დროს მიდის ხოლმე, იმდენად გააქტიურდეს მისი ნერვული სისტემა, იმდენად გამოფხიზლდეს, რომ ძილში ხელი შეუშალოს და ანუ ეგ იყოს. მაშინ მაგან დილით უნდა ივარჯიშოს და მთელი დღე ენერგიული იყოს საღამოს. ანუ ფიტნეს მწვრთნელი და ადამიანი გამომდინარე მისი სოციალური აქტივობიდან პირობითად ერთ თვეში, ორ თვეში რაღაცნაირად აბალანსებს იმას, როდის ურჩევნია ვარჯიში ფიზიოლოგიური სტატუსიდან გამომდინარე და ამასაც ჭირდება რა დაკვირვება და შესწავლა, რომ მაქსიმალურად პროდუქტიული იყოს ჩვენი დღეც, დღის დროც და ვარჯიშის შემდგომი პერიოდიც, ხო? მეთანხმები ამაში? ზუსტად. კარგი, ყვება. აი დილას მე ჯობია მსუბუქად ვისაუზმო და წამოვიდე სავარჯიშოდ თუ რაღაც წყალი დავლიო, რაღაცამდენი რაოდენობა თუ რაღაცა ბოსტეული, რა რჩევას აძლევ შენ გოგოებს მაგალითად, თუ დილას დადის ადამიანი შენთან. წაიხებსოს და ისე წამოვიდეს, თუ მშიერ მოვიდეს. აქაც საკუთარ თავს უნდა დააკვირდეს ყველა. მე ასევე ჩემ მაგალითზე რო ვთქვა, მირჩევნია უზმოზე ვარჯიში ყოველთვის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შუადღის 2 საათზე ვარჯიშობდი ან საღამოს, მაინც ვცდილობ, რომ კაი 5 საათი მაინც გასული იყოს ჭამის მერე, იმიტომ რომ მე მიშლის ხელს საჭმელე. ანუ ენერგია ჩვენ გავრცელებული ერთ-ერთი მითი არის, რომ აი დილით თუ რაღაც ცოტას არ შევჭამ, ενεργიის გარეშე ვიქნები ვარჯიშზე. ანუ რაღაცა შვრია მაინც უნდა შევჭამო 2 კოლზი ან რაღაცა. რეალურად ჩვენ ენერგია 48 საათი, ანუ საკვებიდან მიღებული ენერგია, ანუ გლიკოგენი, რომელსაც ვიყენებთ ენერგიად, მოყვება 48 საათის განმავლობაში გსჭირდება რომ ამოიწუროს. ანუ შენ თუ გუშინ ჭამე საღამოს უნდა შუადღის გეყოფა. ეგ უკვე ფსიქოლოგიური მომენტია, რომ ვაიმე უენერგიად ვარ. ერთადერთი იმას ვიტყვი, ერთადერთი თუ არიან ადამიანები, ვისაც შაქარი უვარდება ვარჯიშის დაწყებისთანავე, ну ძირითადად დამწყების შემთხვევაში. ხშირად ყოფილა ეგეთ რაღაც, რომ აი თავბრუსხვევა, ცივი ოფლი და მაგ შემთხვევაში ჯობს რომ შეჭამოს ან თან კონდეს რაღაცა წვენი ან რაღაც ეგეთი მარტივი.
ასევე ადამიანი თავის თავს ან თავის დაკვირვებაზე უნდა იყოს. წყალს როგორ ურჩევ შენ? წყალი მეტაბოლურ აქტივობაში, აქტიური პროცესებში ერთვება, ხო? ის ხელს უწყობს, რომ ჩვენი დეტოქსიკაცია მოხდეს, შლაკები გამოიტანოს ორგანიზმიდან, კუნთოვანი აქტივობის წვის პროდუქტი დროულად, ასე ვთქვათ, ცირკულაციიდან მოაშოროს, ის ძემჟავა იქნება თუ რაღაცა. აი წყალი როგორ არის? იმ შემთხვევაში თუ მე ვარჯიშობ, მაგალითად, ჩემი წონიდან გამომდინარე, მე დღეღამის განმავლობაში უნდა მივიღო 3 ლიტრი და 300. თუ მე დავიწყე აქტიური ვარჯიში, მე უნდა გავზარდო წყლის მოხმარება თუ რაც ფორმულით არის რეკომენდებული, იგივე წყლის დოზაზე დავრჩე. მე მგონია რომ იგივე წყლის დოზაზე უნდა დარჩე, ხა 5 ლიტრას ხოლმე მარაზმია. არ არის აუცილებელი რომ თუ რაღაც აი ძალით გაიჭყიპო და 5 ლიტრი წყალი დალიო, მაგრამ ადეკვატურობის ფარგლებში ყველაზე სწორი მაჩვენებელი არის შარდის ფერი. აჰა, უნდა იყოს ღია გამჭვირვალე ფერის შარდი. ღია თუ ძალიან გამჭვირვალე წყლის ფერია, ესე იგი ძალიან ბევრი წყალი მოგდის უკვე. ზედმეტი ჰიდრატაცია. და ზედმეტი შარდვის შედეგად ჩვენ კარგავთ მინერალებს, რაც არ არის კარგი. უნდა იყოს საშუალო ფერის. არ უნდა იყოს არც ერთ შემთხვევაში მუქი. მაგრამ ზოგი არის ადამიანის ვინც საერთოდ არ სვავს წყალს და იმაგას ვერ ხვდები რანაირად ცოცხლობს მათი ორგანიზმი. ეგეთებს ავარჯიშებ, მე არაძალებ, ასე ვთქვათ, ჭალებში რომ ცოტა მეტი დალიო. ვარჯიშზე მაინც ვაძალებ, რომ რაღაც 0.5 დალიოს. წყალზე აუცილებლად ახლა პატარა სარეკლამო ჭრა გვექნება შენის ნებართვით, ხო? მაყურებელსაც წარუდგინოთ წყალი მთის, რომელიც არის ბრომატის გარეშე, თან ახალი პროდუქტია ეს, Coca-Cola Bottles Georgias მიერ წარმოებული, ეს არის მინერალური წყალი, გაზირებული, თუ არ გაგისინჯებს, სიამოვნებით გაგასინჯებ. კი ბატონო. ასე რომ ბრომატის გარეშე არა მარტო ჩვეულებრივი წყალი გვაქვს, ასევე მინერალიზებული და გაზირებული. აქვე შევახსენებ მაყურებელს მიირთვი შენ წყალი, სანამ სარეკლამო ჭრა გვაქვს. ეპიზოდის სპონსორია აჰავა, წარმოგვიდგენს უნიკალურ დაპატენტებულ ფორმულას ოსმოტერს, რომელიც აერთიანებს მკვდარი ზღვის 21 მინერალს, მათ შორის მაგნიუმს, კალციუმსა და კალიუმს. ის უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენიანებას, ეხმარება ელასტიურობის შენარჩუნებაში და ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნის პრევენცია, წარმოქმნას, ხო? ხელს უშლის. გეტყვით ასევე, რომ ჩვენი პოდკასტები იწერება ძალიან კარგ სივრცეში, სახელწოდებით Podcast Point-ი, თუ თქვენ გსურთ პოდკასტების ჩაწერა, დამწყები ხართ და ეძებს სტუდიას, ამაზე კარგს დამჯერთ ვერ იპოვნით. კაი ხა, მოდი კიდევ კვებაზე გავმაგზავნოთ საუბარი. კვება ვარჯიშამდე ვთქვით, რომ ვთქვათ ეს, მაგრამ აი ვთქვათ შუა დღის ვარჯიში გვაქვს, ხო? ვივარჯიშე, ესეთი რაღაცა მითია, რომ თუ გინდა წონაში კლება, რო ივარჯიშებ 2 საათი არ ჭამო, 4 საათი არ ჭამო, 6 საათი არ ჭამო, იმიტომ რომ შენ თუ ამ დროს შეჭამ, საჭმელს მიიღებ, შენ წონაში გადავა, ცხიმში გადავა, ესა გადავა. სწორი რა არის და ზოგადად რა რეკომენდაციას იძლევა ფიტნეს სივრცე და კულტურა ამ მიმართულებით. ესე იგი, პირველ რიგში მინდა რომ მაყურებელმა გაიგოს რატო არის ეს რჩევა, ეს 2 საათი ვარჯიშამდე, არ ჭამო 2 საათი ვარჯიშის, მერე არ ჭამო 2 საათი ვარჯიშა და დარჩი მშიერი. აი არის იდეაში შენ სისულელე და დამოკიდებული არის რეალურად იმაზე, რომ აი თუ ძიმე საჭმელი ჭამე ხორცი მაგალითად, რომელს დიდი ხანი სჭირდება გადამუშავება და კუჭში დევს, შენ მინდიხარ ვარჯიშზე, ვარჯიშის დროს სისხლი ნაწილდება ძირითად ტვინთან, კუნთებთან და გულთან, ანუ რაც საჭირო არის ახლა მისთვის. სტრეს რეაქციის დროს კუჭ-ნაწლავის სისტემა, რაღაც საშარდო სისტემა და სასქესო და ასე შემდეგ, ყველაფერი პასივში, იმიტომ რომ ახლა გადარჩენის ის არის ბრძოლა. შესაბამისად, კუჭს აღარ მიეწოდება სადღაც 50% სისხლი და ის ხორცი უბრალოდ დევს და ანუ უცუდი პროცესები მიმდინარეობს. კი ბატონო, ვარჯიშის დამთავრების შემდეგ რაღაცა დრო სჭირდება ჩვენ ნერვულ სისტემას, რომ გადავიდეს მშვიდ მდგომარეობაში და დაუბრუნდეს სისხლი კუჭს. და როგორც წესი ვარჯიშზე სავარაუდოდ შეუმჩნევია, შენ შეიძლება შეგიმჩნევია ან მაყურებელს, რომ ვარჯიშზე რო გადაგიგორებია და აი ბარემ კაი გადავაგორებ ვარჯიშს და მერე შევჭამ ვარჯიშზე, მინდიხარ იწყებ ვარჯიშს, შიმშილის გრძნობა ქრება. როგორც წესი ისევ მაგიტო, რომ всё, აი კუჭი დაპაუზებულია. სიგნალებს ასე ვთქვათ. და ვარჯიშის მერე როგორც კი გამოდიხარ, იქ წყალი გადაივლეს, ანამ სახში მიხვედი, ან სადმე კვების ობიექტში მიხვედი, უკვე შიმშილის გრძნობა გიბრუნდება, თან გაძლიერება. გელივით ქშია. всё, ეგ არის, მაშინ შეგიძლია ჭამო. არაფერ კავშირში არ არის კიდევ ერთხელ ხაზგასმით წონის კლებასთან.
ეს ამბავი, ხა. მესმის. ყველაფერი ისევ და ისევ მივდივართ იქამდე, რომ მწვრთნელი ძალიან მნიშვნელოვანია, სწორ გზაზე დადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი ვარჯიშების კეთება ძალიან კარგი, მაგრამ დაკვირვება. სად გზნობ კარგად თავს, როგორ სჯობს, რა სჯობს, ამ ყველაფრის გაზიარება და ურთიერთ, ასე ვთქვათ, კომუნიკაციის შედეგად უფრო ჩვენთვის მოსარგები, კარგი გაგებით მოსარგები მიმართულების აღება. აი დღეს მოდაში არის 16-18 საათიანი კვების საკორექციო, წონის საკორექციო, ასე ვთქვათ, შეზღუდული კვება, ხო, 16 საათი პაუზა, მერე ვიკვებები. აი ვინც ესეთ რეჟიმს იცავს, ის ვარჯიშს ახერხებს? თავისუფლად. ვარჯიშს ახერხებენ და უფრო დიდი ამ ინტერვალებით არიან ძალიან ბევრი არ, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც გამიზნულად წელიწადში რამოდენიმე ჯერ აკეთებს ერთი კვირიან შიმშილს. რა თქმა უნდა, დაკვირვებით, რა თქმა უნდა, იღებენ მინერალებს და ელექტროლიტებს და ასე შემდეგ. მაგრამ ვარჯიშს აგრძელებენ ამ დროს, არ გადამდგა მართლა? პირიქით ვარჯიში გეხმარება რაღაცა იმ გადატანაში ამ შიმშილის როცა გაწובה. მე მაქვს აკეთებული 77 საათი და დღეში 3-ჯერ ვარჯიშობდი. რა 77 საათი? 3-ჯერ ვარჯიშობდი დღეში, აი არა ძალიან, ანუ მძიმე ძალის მე. բայց ეგ რაღაც კაია, 77 საათი არ ჭამდი საჭმელს საერთოდ და 3-ჯერ დღეში ვარჯიშობდი, როგორ გადარჩი მე? სუბუქად ვარჯიშობდი. პანდემიის პერიოდი იყო და სახლში რაღაცა ერთი ცალი განტელით, იქ პრესები, ცოტა ხტუნაობა, რაღაცა აქვე ხოჩი რა უნდა დავაყოლოთ, ან დავაწეროთ, რომ მეგობრებო არ სცადოთ, საშიშია, არ გინდათ ეგეთი ექსპერიმენტები. კარგი. კაია, შენ დალაპარაკი, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, პატარა სარეკლამო ჭრა შენიშნებართვით. აქვე მინდა წარმოგიდგინოთ დამხმარე საშუალება სახისკანის ადგილობრივი ბრძოლის უნარიანობის აღდგენისათვის, ეს არის ლარიფან უნგო. ის ძალიან ეფექტურია აკნეს მქონე პაციენტებში. გამოიყენება სახის კოსმეტოლოგიური წმენდის შემდგომ, მოგზაურობის წინ, მაკიაჟის ქვეშ, ყოველდღიური გამოყენების დროს და აძლიერებს კანის აღდგენით პროცესს და ადგილობრივ იმუნიტეტს. ადვილად აღარ ჩნდება ახალი გამონაყარი, მცირდება კანის ალერგიული რეაქციები და ასეთია სწორედ რომ ჩვენი ლარიფან უნგო, აი ესეთი ლარიფანი. კარგი, ეხა უყურებთ. მივედით ძალიან მნიშვნელოვან თემაზე რა და მადლობა კიდევ ერთხელ რომ მომყვები კარგად და მაყურებელსაც მადლობა რომ გვისმენთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. კვებითი დანამატები, პროტეინი, კრეატინი, ვიტამინები, მიკროელემენტები, რაღაც სხვადასხვა ფაფები, რავი, აი ამ ხელა ყუთებით იყიდება ხოლმე გული მისკდება, ხანდახან თავროებს რო ხედავ რაღაცა და მე ამ რაღაცა დიდი იმებით, ყოვზებით და რაღაცებით ყრიან ამ ჭიქებში სვამენ ურავენ. რავი, მე ცხოვრებაში არასოდეს არ გამომიყენებია, ესეთი არც ამ ხელა დატვირთვებით არ მივარჯიშია, შეიძლება რომ იქ გჭირდება, მაგრამ ვისაც უსმენ მეგობრებს მათ შორის და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს ყველას მოკითხავთ, ზოგიერთი პირიქით ძალიანაც მხარს უჭერს ამ პროტეინების გამოყენებას და უბრალოდ გეუბნება რომ სწორად უნდა იქნას შერჩეული. აი ხა, საიდან გავიგო მე ჩემი ორგანიზმისთვის რა არის სწორად შერჩეული? ამ ხელა პროდუქციის მასა ამ სოფლიოში და ჩვენთან გინდა გამოიწერე და გინდა შედია მაღაზიებში. რომ არ ვავნო საკუთარ ჯანმრთელობას, არ ვავნო ჰორმონალურ ფონს, ხო, რაღაცა სხვა რამეები არ გავააქტიურე, რაც ნამდვილად არ ვიცით, მინდა გითხრა. მოდი მანდ მოგვეცის ჩემები. ესე იგი, პირველ რიგში ყველაზე გამოკვლეული დანამატებს შორის ყველაზე გამოკვლეული, სადაც არსებობს ათასობით კვლევები, არის პროტეინი და კრეატინი. ეს ორი. რომელიც აბსოლუტურად უვნებელია. თუ რა თქმა უნდა, ადამიანს არ აქვს რა თირკმლის უკმარისობა განვითარებული უკვე და მაგ შემთხვევაში მისთვის ზოგადად ბევრი ცილის ჭამაც არ იქნება მიზანშეწონილი. ჩვენ საუბრობთ ჯანსაღ ადამიანებზე, ვისაც საიმე პათოლოგია აქვს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და მერე დაიწყეთ ამ ყველაფრის მიღება. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში თუნდაც, ვისაც არ აწუხებს არაფერი და იწყებს ვარჯიშს. კი ბატონო, პროტეინი არის უბრალოდ ცილის წყარო, ჩათვალე 100 გრამი ხაჭო შეჭამე. ანუ ამის მაგალითად მე ვიღებ ყოფს ყრია პაუდერს. ეს არის უბრალოდ კომფორტული ვარიანტი, მაგალითად თუ სადღაც გარბი ხარ, მირბი ხარ, არ გცალია, მაგრამ გიჭირდება ცილის მიღება. ტექნიკური მხარეა ესა, ანუ მე წავიდე ხაჭო მივიღო, იგივეა თუ ეს აჯობებს? ყოველთვის აჯობებს საკვებიდან მიიღო. თორე ეს უფრო დაშლილი და ანუ კი სწრაფად უფრო შეიწოვება და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველთვის ჯობს ანუ ხორციდან თუნდაც მიიღო და საკვებიდან ვიდრე დანამატიდან. მაგით ქვია საკვებ
დანამატი, რომ უნდა თუ არის საჭირო, დაამატე. თუ ვეგანი ხარ და ვერ იღებ ბევრ ცილას, მაგ შემთხვევაში არსებობს ვეგანური პროტეინი. თუ მამაკაცი ხარ, რომელიც აი რაღაც ძალიან არის ამ ბოდიბილდინგით დაკავებული და დიდი რაოდენობით ცილას სჭირდება, ფიზიკურად ძალიან რთულია, რომ 5 კილო ხორცის მიღება ზეუზებელია, ხო? 5 კილო თუმაჩ არის, მაგრამ მაინც ან 30 კვერცხის მიღება სიტყვაზე. ხო, ფიზიკურად ძალიან რთულია, შემავსად ეხმარებიან საკუთარ იმას რა, სხეულს რაც არის, მოკლედ ამ ცილის მიღებაში ეს არის უბრალოდ პროტეინის გოგოები ძალიან ბევრი ვერ ჭამენ ხორცს, ანუ რო ვეკითხები მოვარჯიშებს, ჭამ, იღებ ცილას, კი ნიშნავს უმეტეს 50% შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ კვირაში ერთხელ ჭამს ორცალ კვერცხს. ანუ ეხო ბაზალურ რაოდენობა. რაღაცა იმას ორაგულს აი თითოჯერ კვირაში რაღაცას ჭამს. და რაღაცები. და ამ დროს ყოველი საკვების თუ გვინდა თუ არ გვინდა პროტეინის დალევა და გვირჩევნია საკვებიდან მე ვიღოთ მარტივი წესი უნდა დავიცვათ რომ ყოველი საკვების მიღება შეიცავდეს ცილას რაღაც რაოდენობით არ კაი რაოდენობით. ყველაზე კარგი ცილა რომელია ორგანული, აი ათვისებადი, ქათმის ხორცი, თქვა კვერცხი. ყველაზე სწრაფად ათვისებადი არის კვერცხის ცილა. კვერცხის ცილა. ყველაზე სწრაფად ათვისებადი. ყველაზე ხარისხიანი ცილა საქონლის ხორცი. ოღონდ იმასაც მომზადება სათანადო უნდა, ხო? ყველაფერში ჩათუთქული და გამოთუთქული არა, ისე მიყვარს ფესაკულის ხორცის სტეიკები განსაკუთრებით. სტეიკი იდეალურია. ისეთი кай პროტეინები. კუნთებში მიდის ეგრევე. რაც უფრო დიდია, უფრო კარგად მიდის თან. კარგი. არის ის ზღვარი, როდესაც შენ ადამიანს ეუბნები, რომ რადგან შენ უკვე გადახვედი რაღაც 70 კილოზე, 80 კილოზე, აწი ამ ხელამასები, რომ მიუხედავად იმისა, რომ იკვებები ჯანსაღად, აწევ ასე ვთქვა ჩვენ კვერცხის რაოდენობას და ხორცის მოდი არა მოდი შენ ცილა გჭირდება იმისთვის რომ კუნთოვანი მასა გავზარდოთ და მოდი დავამატოთ. თუ არის შანსი რომ მარტო ორგანული კვებით შეგვიძლია მივაღწიოთ იმ არის შანსი მარტო ორგანული კვებით მეწლები აღარ სვავ პროტეინს არა იმიტომ რომ რაღაცა არამედ ეს ბიცეპსები რაღაცები არამედ იმიტომ რომ არ მიყვარს ტკბილი და ტკბილია. ხო, ძირითადად ყველა ტკბილია და და კეთდება რძის შრატისგან, ანუ რეალურად რძის ცილაა რა. და შესაბამისად თუ რაღაცა ეს რძის პროდუქტებთან ვერ ხარ მაინც და მაინც კომფორტულად კუჭნაცლავის ამბავში, მე გადავწყვიტე რომ რაღაც პერიოდი ვსვავდი, ვაძალებდი თავს, მაგრამ მე მივხვდი რომ ეტყვილად ვწვალობ და არ ვსვავ. მე არ ვაძალებ ჩემ მოვარჯიშებს, იმიტომ რომ ძირითადად გოგოები არიან და გოგოებისთვის არ არის ის რაოდენობა, ხო, ანუ 100 გრამი, 120 გრამი ცილა, სუფთა ცილას გულისხმობ, რომ მიიღო დღეში, სავსებით შესაძლებელია საკვებიდან. თუ მიყვარს. კრეატინ მონოჰიდრატი, ხო, ერთ-ერთი წეღანაც ახსენე, რომ კვლევებით არის დამტკიცებული, რომ ეს კარგია და არ ავნებს ადამიანის ორგანიზმს. თუმცა, მაინც ბევრი კითხვა ახლავს ხოლმე, მაგალითად, თმის სვენის, ტრიკლების დაზიანების შემთხვევებში და აშენებენ. აი, მაგ დროს მართლა წეღან აღნიშნა და სწორია, რომ მართლა სიფრთხილეა საჭირო და თითქმის ანალიზი მომიტანე და აბა მე მივმართოთ ამ კრეატინ მონოჰიდრატის გამოყენებას არის ეს რეალობა? არა. ანუ თუ არ აწუხებს ადამიანს არაფერი, თუ გაქვს პრობლემა უეჭველი იცი რომ გაქვს. შესაბამისად არ სჭირდება დამატებითი კვლევები კრეატინის მიღებას. კრეატინი ასევე როგორც პროტეინი ერთ-ერთი ყველაზე გამოკვლევებული დანამატია როგორც ვახსენე და რას აკეთებს, ანუ რეალურად უბრალოდ გმატებს ძალას. ანუ ეს არის საწვავი, კარგი საწვავი, რომელიც ჩვენ გვჭირდება რომ ეს არის ერთ-ერთი, ანუ ჩვენ გვაქვს 3 ენერგიის წყარო, ნახშირწყლები, ცხიმები და კრეატინ ფოსფატი. კრეატინ ფოსფატი არის აი პირველ 3 გამეორებას ანუ ძალაზე რაც აკეთებ. შესაბამისად ცოტა მეტი კონცენტრაცია ამ კრეატინის გაძლევს იმის საშუალებას, რომ ცოტა მეტი წონა აწიო თუნდაც დარბაზში. და ასევე ბოლო კვლევებიდან გამომდინარე დეპრესიის დროსაც დადებითად მოქმედებს და რაღაც ტვინის ფუნქციებზე დადებითად მოქმედებს, საერთოდ შეიძლება არ ვარჯიშობდე და ისე სვავდე. მივადექით ისეთ თემებს, რაც ძალიან მტკივნეული და სენსიტიურია ქალებისთვის. კაცებისთვის ნაკლებად, პრაქტიკულად არა ქალებისთვის. ეს არის ცელულიტები. ხო? მე ვებსახურები პლასტიკურ ხირურგიას, ძალიან დიდი ხანია და ამ ესთეტიკურ მედიცინას, ხო? რეალურად არსებობს რაღაცა საშუალებები, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია პირობითად პრევენციული კუთხით შევხედოთ, ან მე ძალიან დიდი ძალისხმევა დავატანოთ თავს, რომ მივიღოთ შედეგი ცელულიტის არსებული ფორმირებული ცელულიტის წყალმთის ცოტა დავამატოთ ასე ვთქვათ, ელიმინაციის, ალაგების ან შემცირებისათვის. რა როლი აქვს ან რამდენად ჩემ პრაქტიკაში
გინახავს რომ აქტიურმა ვარჯიშებმა, რაღაც სპეციფიურმა ვარჯიშებმა, მასაჟების ჩართვით, თქვათ, რაღაც აპარატურული მხარდაჭერის ჩართვით ადამიანს რეალურად მისცა შვება ცელულიტთან მიმართებაში. მაყურებელს აუხსნათ, რომ ცელულიტ ჩვენ გულისხმობთ ახლა თაიასთან ერთად, როდესაც კანის ზედაპირი განსაკუთრებით ბარძაყებზე, დუნდულოებზე, მუცლის წინა კედელზე, მხრებზე ხშირად არის თითქოს ფორთოხლის ქერქის მაგვარი ზედაპირი, რაც ვიზუალურად არ არის სასიამოვნო სანახავი და ადამიანს აწუხებს, თუმცა ჯანმრთელობისთვის ეს მავნე არ არის. აბა მოდი ახლა გაგვიზიარე შენი გამოცდილება. რეალური ოღონდ. კი ბატონო. ესე იგი პირველ რიგში ისევ ქალბატონებმა უნდა გაიაზრონ, რომ ძალიან ბევრ რაღაცაზე არის დამოკიდებული ცელულიტის გამოხატვა. პირველ რიგში ყოველთვის უხსნი, რომ ჰორმონალურ ფონზეც არის დამოკიდებული, რატო არ აქვს მამაკაცებს ცელულიტი და ქალებს რატო აქვს, ესტროგენი, ტესტოსტერონი, ასე შემდეგ. შესაბამისად არის რაღაცა, რაზეც ვერ შევცვლით. ან შეიძლება ჩააბაროთ ანალიზები თუ რაღაცა დისბალანსია, ოკეი, მანდ გაერკვიოთ, რაც შეეხება ვარჯიშს, ცალსახად რაღაცა იმ სექტანტივით გამოვდის, რომ ძალისმიერი ვარჯიში პანაცეა, ყველაფრისთვის კარგია, მაგრამ ძალისმიერი ვარჯიში ზრდის ტესტოსტერონის დონეს, შესაბამისად, ასევე ზრდის კუნთოვან მასას და ცელულიტი ხშირად არის გამოხატული, აი ზედმეტი ცხიმი რო არის, ნაკლები კუნთი, კი ბატონო, და როცა ეს პროპორცია იცვლება, ცოტა კუნთი რო მოდის წინა პლანზე, ცხიმის ფენა, ასე ვთქვათ, მცირდება, ტესტოსტერონის დონე იზრდება, შესაბამისად ბევრად უფრო უკეთეს სიტუაციას ვიღებთ, ვიდრე ადამიანი, რომელიც არ ვარჯიშობს. რაც შეეხება მასაჟს და ეგეთ ჩარევებს, მე ოღონდ არ ვარ მომხრე ანტიცელულიტური მასაჟების, რომ აწერია ხომ. იმიტომ რომ ძირითადად რაღაცას ცემენ გოგოებს, ისინი მოდიან მერე კემოტომებით. და შედეგად კიდევ უარეს შედეგს იღებენ, იმიტომ რომ დაზიანებული არის ქსოვილი კიდევ უარესად. ანუ სარელაქსაციო მასაჟი არის, იგივე ყველას ვეუბნები, რომ სარელაქსაციო მასაჟი და ჩვეულებრივი მშვიდი მასაჟი არის იგივე ანტიცელულიტური. ყველა მასაჟი ემსახურება ერთ და იგივეს. სისხლის მიმოქცევის გამოტანას, ლიმფა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და გამოტანას და შეშუპების მოხსნას. შედეგად ვიღებთ იმას, რომ თუ თქვათ შეშუპებული არის, ეს სითხე არის ჩამდგარი, ადამიანი ზის, არ ვარჯიშობს და ამ შემდეგ მაგიტო მასაჟები კარგ შედეგს იძლევა, იმიტომ რომ როგორც დამატებითი დამხმარე საშუალება. კი, მაგრამ შეიძლება რომ ადამიანი ვარჯიშობდეს ძალისმიერზე, დადიოდეს მასაჟებზე, ყველაფერს ანუ აი მაქსიმალურად იცავდეს, თუმცა მაინც კონდეს გამოხატული და ასევე ანუ უნდა გაიაზროს ყველა გოგო, რომ ეს არ არის რაღაცა აი. ხა. ანუ ისევ და ისევ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ესეთი ადგილები, სადაც ადამიანი ზრუნავს თავის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, დეტალებზე როცა ვეშვებით, ხო, საუბარში ცელულიტი იქნება ეს, ვისცერალური მუცლიში და ცხიმი იქნება ეს, რაღაცა დუნდულო იქნება, ბრტყელი თუ სხვადასხვა ყოველთვის კომპლექსური მიდგომა, საკუთარ თავზე დაკვირვება, გამოცდილ სპეციალისტთან ერთად მუშაობა, მედიცინა არ უნდა დაგვავიწყდეს, იმიტომ რომ ერთობლიობაში თუ საჭიროა ექიმის და სათანადო სპეციალისტის ჩართულობა ყოველთვის იგივე კარდიოლოგიაზე ვავიღოთ ხო ადამიანს, ისი არ ამოწევთ თქვენ წინასწარ, თქვათ მოვედი 50 წლის ასაკში და მინდა ვეკაჭაო იმ შტანგებს. არ გამიშვებს, სადმე რაღაცა კვლევა ჩაიტარე, გულის და დატვირთვა როგორ უძლებ, თუ ისევ და ისევ გასაუბრების ხარჯზე. თუ რამე ეჭვი შეგაქვს, ხოლმე მე უჩევ ადამიანს. ან რაღაც ვეკითხები კი გასაუბრების დროს, თუ არის რამე პათოლოგია, ან რამე დიაგნოსტირებული, ან რაღაც ანწნევები ხო არ აწუხებს, ან რაღაც მაგდაგვარი და იმ შემთხვევაში თუ რაღაც გაურკვეველია ჩვენში, ჯობს რომ გავერკვიოთ და მე დავიწყოთ ვიდრე რაღაც. ცელულიც რაც შეეხება და ამ ყველაფერს რა ზოგადად ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ არ ჩაიციკლოს ადამიანმა, განსაკუთრებით ქალებს ახასიათებს ეს, არ ჩაიციკლოს თავის თავზე. ანუ იკვებე ჯანსაღად, დაიძინე, ჭამე, იმიტომ რომ ძილი, ჭამა, წყალი, ანუ ყველაფერი ეს აკეთე იმისთვის, რომ შენ სხეულზე იზრუნო, შენ მომავალზე იზრუნო, შენ ხანგრძლივ ჯანმრთელობაზე იზრუნო და ხარისხიან ცხოვრებაზე და შედეგად მოვა ის სხეულიც და ყველაფერი. თუმცა თუ რაღაცა რო ზიხარი რო გეჭმუჭნება კანი ცელულიტი ჩანს
აბსოლუტურად ნორმალურია და ძალიან ბევრი მე ისტერიულად მოდის ხოლმე და არაფერი არ სჭირს ამ დროს. ხო, ძალიან კარგი იყო, მადლობა, კარგი, სწორია, ხო, ზოგადად ცოტა take it easy-ა საჭირო, არ არის საჭირო ეს რაღაცა. ჩახვევა ნებისმიერ მიმართულებაში ეგრეა. ეხლა კითხვა მაქვს ეგეთი, რა ზონები ექვემდებარება ყველაზე კარგად ცხიმოვანი ქსოვილის წვას? სადაც იცი შენ რომ 100% თქვა ეს გალიფეს ზონა, ბარძაყი, დუნდულო, მუცელი, მხრები, ზედამხარი, სადაც საით ცოტა ჭარბი წონაა და იმას გარკვეული ვარჯიშებით უცებ დაამარცხებ. მუცელი ყველაზე მარტივია. ვარჯიშით. და პრეს სისტემა, აუ მე ყველაზე ძალიან მაგალითად მткиვა ხოლმე მუცლის სწორი კუნთები, ანუ წინა კედლის კუნთები, როცა ვავარჯიშებ და ყველაზე ძალიან ყველას ფეხების მიღმა, ქვედაკიდურების მიღმა ეზარებათ პრესის ვარჯიში. კი. და პრესის ვარჯიშის გარეშე სხეულის ფორმირება რეალურად შესაძლებელია? გააჩნია გამოცდილებას ადამიანის. დამწყების შემთხვევაში საჭიროა რომ დაიტვირთოს პრესი, იმიტომ რომ ხშირად არ აქვს ჩართული ეს პრესი თავის მოძრაობაში და პრესაც ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს გარდა იმ სილამაზის და კუბიკების ბევრ საერთოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს და პრესი რო არ არის ჩართული, წელი აკეთებს კომპენსაციას საკუთარ თავზე. მერე წელის ტკივილები იწყება და მოკლედ პრესი უნდა იყოს ფორმაში. იმიტომ რომ ესეც წინა კარკასია, უკიდურეს თუ ხერხემალი და წელის კუნთებია, წინიდან პრესის. ხო, ეს გვერდების რა მთლიანად ქორი უნდა იყოს დაცული, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია. შესაბამისად, დამწყების შემთხვევაში უნდა ისწავლოს ამ პრესის ჩართვა, ზოგჯერ დიდი ხანი ფეხზე რო დგახარ, საჭიროა მხოლოდ ის წელის ტკივილი თუ გაწუხებს, საჭიროა პრესი პრესი დაჭიმო და ეს წელი ოდნავ ეს მენჯი წინ რომ მოდის, წელიდან იხსნება დატვირთვა და თუნდაც ეგ ელემენტარული ცოდნაა ხო რაღაცა რომ პრესი დაჭიმო, მენჯი შიგნით შემოატრიალო და მოხსნა ტკივილი ცოტა დაასვენო. თუ თქვათ არ გაქვს იმის საშუალება რომ დააჯდე ან გაწელო ან რაღაც მაგდაგვარ. გამოცდილ ათლეტებში უკვე აღარ არის რა საჭირო. მე მე ვამართლებ ჩემს სიზარმაძეს. იმიტომ რომ ძალის მიერ დატვირთვის ან შტანგაზე უკვე ცოტა მძიმე წონებზე რო ვარჯიშობ, ყველა ვარიანტი არის კორპუსი ჩართული, გჭირდება ეს ცოტა. ავტომატურად გინდა იტვირთება. კარგი, 40 პლუს ასაკში, ახლა მე რომ მოვინდომა 50 წლის ვარ, ხო? ხშირად ხას უსვა მომასაკს ეტყობა მებეორება თუ რაღაცა ხდება რა, თავში ხდება ეს უფრო ფიზიკურად არ უჩივი აქტივობას, სიარული მიყვარს, ცურვა მიყვარს, დატვირთვა შემიძლია, ჯოგბურს თამაშობ, პადელი მიყვარს და ფიზიკურ აქტივობას, მორორლეს, მაგრამ უძლებ და კარგად არა ვარ ისე დისკომფორტში. შემიძლია თუ არა გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კარგი ათლეტური სხეული დავიბრუნო, რომელიც რაღაცა პერიოდის წინ მქონდა. თუ ეს ასაკთან ერთად ძალიან რთული ხდება. ნუ რა თქმა უნდა 25 წელთან შედარებით ბევრად უფრო გაგიჭირდება. 25 წელს არ ვადრი. რა თქვა 35-40 წელი და 50 და მერე. შენ უფრო შედარებით გაგიმარტივდება ვიდრე ქალბატონს. ისევ და ისევ ტესტოსტერონის გამო, ანუ ერთი და იგივე ასაკის ქალი და კაცი რომ მოვიდეს, კაცს ბევრად უფრო სწრაფად მიიღებს შედეგს ვიდრე ქალი. და წონაში კლებაც უფრო გვიადვილდება მამაკაცებს. კი. ის მექანიზმები უფრო აქტიური. მაგრამ შესაძლებელია. ნუ იმიტომ ვიდეო კლიპები გაგაწყვეტინე და ის ხო სამოტივაციო რაღაც ტაიჩის ვარჯიშები და შეხედავ და გადაყლაპავ ნეწს და ახვალის აღამ კვეთს შეიწვა უზურგუნს დაადებს თავი. ის კი გახსოვს არაკეთებ მაგას რა. გეზარება ხო ნუ აქ ეგოს მექანიზმია ის ეგოს უნდა შენი და მონდომების ამბავიც არის რა აი გააჩნია რამდენად გინდა და რამდენად გიღირს რამდენად პრიორიტეტულია შენთვის რამდენად მზად ხარ რომ რაღაცეები დათმო მაგის გამო ძალიან ბევრი საკმაოდ ადეკვატური შემოვარჯიშე მოდის იმ თავიდან იმ იდეით რომ წონის დაკლება მინდა თუმცა დროთა განმავლობაში აი ხდება რომ აი არა მკიდია რა თავარია მოვდივარ ვარჯიშობ და ჯანსაღად ვარ მაგრამ აი ესე რომ ძალიან რომ მინდოდეს ზოგადად ეგრე ვართ ადამიანები მოწყობილები ძალიან რაღაცა თუ გინდა გააკეთებ ესე იგი თუ არ აკეთებ ესე იგი არც ისე ძალიან გინდა წყალიმთის ბევრად უფრო გირჩევნია რომ გემრიელად ჭამო და ცხოვრებით დატკბე. თუმცა იქ თქმობა ისეთია რა, პირობითია. შეიძლება დატკბე ცოტა ხანი და ის თქმობა მე მაგრამ მოდი არავინ არ არის რაღაც ჯანმრთელობის ელემენტარული ნორმები. ვარჯიში ცალსახად უნდა ივარჯიშო, რომ იყო ფუნქციური და დამოუკიდებელი ასაკში და ამ წონის ფარგლებიც ანუ ჯანსაღი წონა და ის ჩვენი სასურველი წონა განსხვავდება ერთმანეთისგან. ანუ თუ შენ წონა გიშლის ხელს კიბერზე ხო ასვლაში დაიწყებ ქოშინს რაღაცა მესამე სართულზე რო ადიხარ ან შნურკებს ვერ იკრავ იმიტომ რომ ხიფი გიშლის
მეთოდი არის გვერდზე უნდა. ჰოპ. გვერდზე დაიტევ შეიკრავ. დახრა რო გიჩის. ანუ ეგეთ რაღაცეებში თუ ხელს თუ ფუნქციონირებაში და ხარისხიან ცხოვრებაში ხელს გიშლის, მაგ შემთხვევაში ნამდვილად ის რაც ნამდვილად ზედმეტია, ჩემი აზრით მოიშორო, ხო? იმიტომ რომ მე უკვე ჯანმრთელობას გავნებს რა, ეს თუნდაც სახსრებს აწვება ეს ზედმეტი წონა, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ six-pack-ი უნდა გქონდეს ყველას და რაღაცა უზარმაზარი მიშენება საჯდომის ნაცვლად. კარგი, წყალი მთის, მიირთვი ბრომატის გარეშე Coca-Cola ბოთლს ჯორჯიამ ჩამოასხა, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, მინერალური წყალი გაზირებული თან ბრომატის გარეშე. შევისოთ ძალა მთის წყლის ენერგიით. აქვე გავახსენებ ჩვენ მაყურებელს შენიშნებართვით ისევ რომ პოდკასტის სპონსორია აჰავა ბრენდი წარმოგვიდგეს უნიკალურ დაპატენტებულ ფორმულას ოსმოტერს, რომელიც აერთიანებს მკვდარი ზღვის 21 მინერალს, მათ შორის მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი. ის უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენიანებას და ეხმარება ელასტიურობის შენარჩუნებასა და ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნას. ასე რომ პრევენციული ხაზია. მოდი ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც წეღან ვახსენეთ, მაგრამ არ გავაგზავნეთ, ეს არის ძილი. ჩვენ გარშემო გვყავს ბევრი მეგობარი, ოჯახის წევრი, შეიძლება თვითონ ჩვენც გქონია ეგ პერიოდი, რომ უიმე მე რა დროს ძილია, ეხა მე გვიან ვიძინებ, გვიან ვიღვიძებ, ძილი მყოფნის სინამდვილეში ეს არის ყველაზე დიდი ტრავმა და სტრესი, რაც შეიძლება ჩვენ თავს მივანიჭოთ, თუ კი ჩვენ არ გვძინავს მაშინ, როცა უნდა გვეძინოს და ჩვენი ჭკუით ვიძინებთ მაშინ, როცა ჩვენ გვგონია, რომ ესე უკეთესია სინამდვილეში. არაერთ გზის და არაერთ გზის კი არა უამრავჯერ დამტკიცებულია, რომ ჩვენ 10-11 საათზე თუ პროფესიული რაღაც საქმიანობა ხელს არ გვიშლის და სესრულიად სხვა მოდელია, უნდა დავიძინოთ და დილის 5-6 საათზე უნდა გავიღვიძოთ მამლის ყივილთან ერთად. მაშინ ჩვენი ორგანიზმი ადაპტირდება და სწორ რეჟიმში ჯდება ბიოლოგიური საათის მიმართულებით. ეხა ვარჯიში და ძილი, ანუ ფიტნესი და ძილი. რა რჩევებს აძლევთ თქვენ ამ მიმართულებით? ან წონაში კლება იგივე და ძილი. ხო, უძილობა პირველი ხელის შემშლელი ფაქტორი არის წონის კლების დროს და ზოგადად შედეგის დანახვისას, იმიტომ რომ ძილში მიდის აღდგენა, ჩვენ დავიტვირთეთ დარბაზში თუ სადაც მოკლედ დავიტვირთეთ ძალისმიერად, იწყებს ორგანიზმი ენერგიის აღდგენას და ეს ანუ ძილი ანუ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია ცალსახად წონის კლებაშიც თუ ერთ-ერთი კითხვა არის ხოლმე, როცა რაღაცა ვერ ვაგნებთ, რატო ვერ ვიკლებთ წონას, რაღაც ხო, ანუ ძილი რამდენი მოწესრიგებულია. შენ რომ მოსაძიძინე? 10-დან 11-მდე. როზე იღვიძებ? 5-6-ზე. გოი? მაგრამ ნუ ეს ახლა პროფესიიდან გამომდინარეც მიწევს, მაგრამ ხო უკვე ჩვეული რეჟიმია ეს თქვენთვის? ვერ ვიტყვი რომ ახლა მსად ჩვეული რეჟიმია, მაგრამ ხო, მიწევს. ნუ ყოველ შემთხვევაში არ გიჭირს. გიჭირს. შიგადაშიგ. ზაფხულში ბევრად უფრო მარტივია ადრე ადგომა, ხო, ზამთარში ხომ ფაქტორი მნიშვნელოვანია. ვარჯიში, სახლის პირობებში და დარბაზში. თუ კი მე სახლში მაქვს, შენ ახსენე კოვიდის პერიოდი, ხო, ყველა სახლში იყო გამოკეტილი და ზოგი ის ვარჯიშობდა, ზოგი ეს ვარჯიშობდა, მაგრამ თუ კი მე სახლში მოვიწყებ, თქვათ, გავიარე შენთან რეკომენდაცია, რჩევა მივიღე და რაღაცა ვიყიდე ერთი ტრენაჟორი როგორ არის? ეს დანადგარი, რაღაც სარბენი ბილიკი დავდგი, იქ რაღაცა თხილამური დავდგი და ანტელები და ეს ძიმე შტანგა და რაღაც ესეთი. აი, რაღაცა კუთხე თქვა 10-15 კვადრატული მეტრი დაუთმე და დავიწყე სახლში ვარჯიში. სავსებით საკმარისია. არ არის ხომ აუცილებელი დარბაზებში სიარული. ჩემი დარბაზის კონცეფცია ზუსტად შენ კი არ იცი, რადგან გოგოების დარბაზია და ალბათ შენ არ ხარ ჩემი სამის აუდიტორია. მაგრამ გეტყვი რომ ჩემი დარბაზი არის ზუსტად მაგ კონცეფციის, ანუ არ არის იმენა დარბაზი, ანუ ჯიმი არ არის, სადაც ტრენაჟორები დგას ბევრი. ძირითადად გვაქვს თავისუფალი წონები, ანუ შტანგა, განტელი, ერთი ცალი ბილიკია და რამოდენიმე დანადგარი, ოღონდ აი სტანოკს უფრო ეძახიან. ხო, იმიტომ რომ რეალურად ეგეთი, ანუ ჯერ ერთი საერთოდ არ არის საჭირო ტრენაჟორებზე ვარჯიში და ეს დატვირთვა ბევრად უფრო გლობალური არის რა, ანუ ტრენაჟორზე პირობითად წარმოიდგინე რომ ზიხარ, ხოლმე მიაწვე, მოკაჩო, რაღაც გაშალო, მოხარო, მიცემული ტრაექტორია და ძალიან რთულია რომ რამე იტკინო. ტრენაჟორები კარგია რაღაც რეაბილიტაციო პერიოდის დროს, როცა შეზღუდული ხარ რაღაც მოძრაობებში და
ფრთხილად უნდა იყო, თუმცა უფრო თუ ჯანმრთელ ადამიანს ვიღებთ არანაირი არც ტრავმა, არაფერი არ აქვს, თავისუფალი წონები ბევრად უფრო შედეგიანია და უფრო რაღაც ჯანსაღი. ხო, იმიტომ რომ იქ სტაბილიზატორებს ტვირთავს, ცენტრალურ ნერვულ სისტემას უფრო მეტად ტვირთავს, უფრო რთავს ვარჯიშის დროს და ანუ ყველა მთელი სხეული არის ჩართული ვარჯიშის დროს და არა მარტო კონკრეტულად იზოლირებული ტრენაჟორები ასევე, აქვს თავის ბენეფიტები იმას და ამას. ტრენაჟორები ასევე კაია ბოდიბილდერებისთვის, ვინც ცდილობს რომ რაღაცა ცალკე ეს კუნთი უნდა გამოიყვანოს ჩამორჩენილი აქვს და იზოლირებულად ჩადებულია რომ ის გაგივარჯიშოს. იზოლირებულად ავარჯიშოს ან რაღაცა 4 თავს შიდა კუნთი რომელიღაცა მოთხი თავიდან, ანუ რაღაც დეტალებზე არის ორიენტირებული ან სარეაბილიტაციო ამბავში. მე თვითონ არ ვარჯიშობ ტრენაჟორებზე, ანუ ძირითადად სულ თავისუფალი წონებით ვაკეთებ. ძალიან კარგი შევა იყო მადლობათა. და ანუ შესაბამისად სახში სავსებით საკმარისია შენ კითხავდა პასუხი გამცე რა ხო? მაგას ვამბობ მე სულ სახში შეგიძლია თუ კი მოინდომებ. არ არის აუცილებელი დარბაზში დავიწყე სიარული აბონემენტი მაქვს, იმიტომ რომ მე იქ უბრალოდ ეგეთი ადამიანის უნდა იყო ერთი ეგარი რომ ზოგს შეუძლია, მე არ ვარ ეგ ადამიანი სხვათა შორის. გარემო პირობების ხელს უნდა გიწყობდეს, ხო? ეხლა სახლის ხელს უნდა გიწყობდეს და ოჯახის და ეს ბევრი ფაქტორია რა თქმა უნდა, მაგრამ თუ კი არის საშუალება რომ სახლის პირობებში მოირგო ეს, შეიძლება კონსულტაციები შედეგად კარგათაც მოირგო და ავარჯიშდე. ყველაზე ხშირი შეცდომა, რასაც დამწყები მოვარჯიშე უშვებს, რითაც შეიძლება ტრავმა მიიღოს გამოუსწორებელი. გაუხურებელი კუნთები, გაუხურებელი კუნთები, კი ბატონო, გაუხურებელი კუნთები პირველი, ყველა სეზარება გახურების პერიოდი და სულ მაგაზე მაქვს ჩხუბი და მაგიტო გვაქვს ჩვენ დარბაზში, ასევე ყველა ვარჯიში ტარდება მწვრთნელის დაკვირვების ქვეშ. ანუ ეს სწავლის ეტაპზე მაინც რა? არა, სულ. ისე არავინ არ დადის, რომ ვიღაც მოვიდა თავის პონჩი ვარჯიშა წავიდა, ეგრე არა. სულ ან ჯგუფური ვარჯიშები ტარდება, ან ინდივიდუალური, ან ისეთი, სადაც ჩვენ ვაძალებს რომ გახურდნენ პირველი 10 წუთი უთმობთ გახურებას, მერე ძირითად ნაწილი მოდის, მერე ბოლოს აუცილებლად გაწელვა, ანუ გახურების გარეშე რამდენჯერაც რაღაცა, ანუ ხო, ელემენტარულ ტრავმამ შეიძლება 6 თვე გაგაჩერდეს და რეაბილიტაცია დაგჭირდეს. კარგი. მოდი ახლა რამოდენიმე მითი დავამსხვრიოთ მე და შენის დახმარებით. ჩამოვთვლი მე მითებს და შენ მითხარი ეს არის ჭეშმარიტება თუ არ არის ეს და სიცრუეა, ან დამიდასტურე, ან უარყავი, ხო? კი ბატონო. წავედით? წავედით. ოკეი. თუ ვარჯიშის შემდეგ კუნთი არ გტკივა, ესე იგი ვარჯიშმა შედეგი არ გამოიღო და მეტი უნდა გევარჯიშა? არა, ეს მითია, ესე ცალკე აღებული, თუმცა ვარჯიშის მერე უნდა გრძნობდე, რომ დატვირთე კუნთი. ეს იმ ტკივილს არ ნიშნავს უნიტაზზე რომ ვერჯდებიან და ვერჯგებიან. არა, ეგ ზედმეტია. მითია თუ რეალობა რომ საღამოს 6 საათის შემდეგ ჭამა წონაში მატებას იწვევს? მითია. რაც უფრო მეტს ოფლიანობ ვარჯიშისას, მით მეტ ცხიმს წვავ. არის თუ არა ოფლიანობა ცხიმის წვის პირდაპირ პროპორცია? არანაირ კავშირში არ არის. მითია. ვარჯიშის შეწყვეტის შემდეგ კუნთი ცხიმად გადაიქცევა. მითია თუ რეალობა? მითია, იმიტომ რომ ბევრს გონია რომ ვარჯიშს რო შევწყვეტ, მერე კუნთები ასაც ცხიმად არ გადაიქცევა. ან პირიქით ვარჯიშს რო დავიწყებ, ჯერ ცხიმი მაქვს ბევრი და ის ხო არ გადმოადახვარდა. ეს ერთმანეთთან არ იცვლებიან ეს ორი სუბსტანცია, სხვადასხვა ქსოვილია, თავისი ფუნქცია აქვს, თავისი დატვირთვა აქვს და თავისი საჭიროებები. მითია თუ რეალობა რომ ქალებს მხოლოდ მსუბუქი წონები და ბევრი კარდიო ჭირდება, კაცებს კი მძიმე წონები და რკინის თრევა? მითია. თუმცა ქალები უფრო გამძლეები არიან და შეუძლიათ უფრო დიდი რაოდენობის დიაპაზონში იმუშაონ, კაცები უფრო ძლიერები არიან და შეუძლიათ უფრო მეტი წონა აწიონ მოკლე იმაში. თუმცა არა, ანუ ესე პროსტა კითხვა რო ავიღოთ, როგორც შენ დასვი მითია. კარგი. სანამ დაგემშვიდობები გითხარი, რა არის შენი შემდეგი დიადი მიზანი? სათხედავ თაი არაბულს უახლოესი 5 წლის განმავლობაში. ხო გაქვს დაგეგმილი? მე ხა შორეული მიზნები, პერსპექტივები მაქვს, ჩემთვის ვფიქრობ რაღაცა განვითარებას, შენ რა გეგმები გაქვს? კიდე 1-3-4 დარბაზი თუ რაღაცა სიახლე, რომელიც სოფლიოში არის, ჩვენთან არ არის და შენ გინდა რომ პირველი პიონერი იყო და ამის დამნელგავი საქართველოში. ჯერჯერობით არ მაქვს ეს მეორე ვარიანტი, რაც თქვი, რაღაც სიახლე, ალბათ ვხედავ კიდე რამოდენიმე დარბაზს და მე უკვე რაღაც
ადმინისტრაციულ საქმეებში და არა უშუალოდ ტრენერის როლში ბიზნესის მიმართულება და საქმიანობის გაფართოება. წარმატებებით სასახათმა ყველაფერში. საჩუქრად მინდა გადმოგცე შენ აქ არის პროდუქცია წარმოდგენილი, წეგან ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე. ეს არის კანის დაცვისა და აღდგენის საშუალება ლარიფან უნგო, აზრიერებს კანის აღდგენის პროცესს და ადგილობრივ იმუნიტეტს. გამოიყენება სახის კოსმეტოლოგიური წმენდის შემდგომ მოგზაურობის წინ მაკიაჟის ქვეშ ყოველდღიური გამოყენებისას მაკიაჟი კი გიყვარს ხარ გისვია ხო? და განსაკუთრებით ეფექტურია აკნესადმი მიდრეკილი კანისათვის, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს. ბევრი სასარგებლო და საინტერესო რჩევა გავიგე მე პირადად შენგან, ძალიან დიდი მადლობა რომ დრო დაგვითმე. კიდევ ერთხელ წარმატებები შენს საქმიანობაში, ბიზნესის მიმართულებით თუ პირადი мотиваცია გქონოდეს ყოველთვის რომ ახალი და ახალი აკეთო. ჩვენ კი გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ და ჩვენ კიდევ და კიდევ საინტერესო ეპიზოდებს შემოგთავაზებთ. შენ კი საჩუქარი ლარიფანი კი იცი უკვე რაც არის. დიდი მადლობა. არაფერს. მადლობა შენ კიდევ ერთხელ და წარმატებები. ასევე. დაიხარჯა შეივსე წყალი მთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის.